სასამართლოდავა მაღალბიუჯეტიან კომპანია ალბატროსსა და მის ყოფილ თანამშრომლებს შორის კუთვნილი ხელფასების მიღებასა და უკანონო გათავისუფლებას გულისხმობს. საქმე ყოფილი თანამშრომლები ალბატროსის წინააღმდეგ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი პრეცედენტულია. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის არსებული უთანხმოება. კომპანიას, რომლის სახელსაც მისივე შენობაში ნარკოტიკული საშუალებების კულტივაცია, თანამშრომლების მიმართ ღირსებისა და პატივის შემლახველი მოპყრობა უკავშირდება, ყოფილი თანამშრომლები უკანონო გათავისუფლებას გაუცემელ ხელფასებსა და კომპენსაციებში ედავებიან. როგორც იცით, დღეს გაიმართა მორიგის სასამართლოს სხდომა, სადაც კომპანია ალბატროსის ყოფილი თანამშრომლები, ანუ ჩვენ დავთ ჩვენს უკანონო გათავისუფლებაზე, ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ხელფასებს და კომპენსაციებს, რომელიც ამ დრომდე გაუცემელია. რაც შეეხება სასამართლოს სხდომის დეტალებს, მოპასუხე მხარემ ამ სხდომაზეც ვერ დაასაბუთა თუ რის გამო გაგვიშვა 20-მდე თანამშრომელი კომპანიიდან. მთავარი სხდომა გადაიდო 30 იანვარს, ჩვენ ველოდებით სამართლის აღსრულებას. პრეტენზიები აქვს კომპანიის წარმომადგენლობასაც, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ყოფილი თანამშრომლებისგან ალბატროსში მუშაობის პერიოდში გაცემული პრემიების უკან დაბრუნებას ითხოვს. ალბატროსის ამჟამინდელი მენეჯმენტი ირწმუნება, რომ გაცემულ პრემიებზე და გაზრდილ ხელფასებზე ბრძანებები არ არსებობს. თუმცა სხვა მტკიცებულებები აქვს მოსარჩელე მხარეს. როგორც აქ აღნიშნავენ, ასეთი ბრძანებები არსებობს, მათი დედანი ალბატროსის კადრების განყოფილებაშია და მალავენ. მათ ხელში კი ამ ბრძანებების მხოლოდ ელექტრონული ვერსიაა, სადაც აღნიშნულია თუ ვიზე რა რაოდენობით და როდის გაიცა პრემია, ასევე რამდენით და ვის გაეზარდა ხელფასი. ალბატროსი ასევე გვედავება გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებზე, ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია არ არსებობს, თუმცა რეალურად ჩვენ ისინი გაგვაჩნია. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ალბატროსის იურისტი ცოტნე ჩიქვინაძე არ აკეთებს. მან საუბარი არ ისურვა სასამართლოში მიმდინარე დავის დეტალებზე. რა ბედიელით უკანონოდ გათავისუფლებულებს ასევე ხომ არ არსებობს საფრთხე იგივე ბედი გაიზიარონ ალბატროსის მოქმედმა თანამშრომლებმაც უცნობია. ცოტნე კომენტარს არ მომცემთ ახლა, რატომ? პირადი საქმე არის. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხო კერძო დავაა. ალბატროსის ყოფილი თანამშრომლები ნიუპოსტთან ამბობენ, რომ ალბატროსის იურისტი ყოფილი თანამშრომლებისგან საქმეანგარიშო თანხების უკან დაბრუნებას მოითხოვს. საქმეანგარიშო თანხები ზოგადად ირისხებოდა თანამშრომლებთან, რასაკვირველია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი აპრობირებული მეთოდი. დიდი ორგანიზაციები ხშირად სარგებლობენ ამ მეთოდით. იმ შემთხვევაში ირისხება საქმეანგარიშო თანხები, როდესაც ეს თანხა ხმარდება არა თანამშრომელს, არამედ თვითონ კომპანიას ეკონომიური საქმიანობისათვის და აქედან გამომდინარე ეს ჩვეულებრივი აპრობირებული მეთოდია. ასე თუ გაგრძელდა, მაშინ რა გამოდის, რომ საქმეანგარიშო ჩარიცხული თანხა თანამშრომელს თუ ჩაერისხა, ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება კომპანიამ უთხრას, რომ ეგ არის ისიც რა ხელფასი და უკან დაგვიბრუნეთ, ეს ხო საშიშია მართლა დაქირავებულის მიმართ. პროცესი ყოფილი თანამშრომლები ალბატროსის წინააღმდეგ 30 იანვარს განახლდება. მანამდე კი კომპანიას შემოსავლების სამსახური ამოწმებს. ჩვენი ინფორმაცია უწყებამ არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება, თუმცა აღნიშნულს ალბატროსში არ ადასტურებენ. ალბატროსი უარყოფს გაკოტრების ზღვარზე ყოფნას და აქტივების ახლად დაფუძნებულ კომპანიაში გადაკაჩვის პროცესს.